მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას, ნინო ტაბეტაძე გაგაცნობთ. ცვლილება ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირებაში, მთავრობამ ბიზნეს ახალი მარეგულირებელი პაკეტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც იცვლება მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი. ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალების და მანქანა მექანიზმების ფასები. ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს. რეფორმა შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე პრეტენდენტებს და მის ქვეკონტრაქტორებს, რომ გამოცდილებების გაერთიანება მოხდეს. პარალელურად იზრდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერში მონაწილეობის, ხოლო ფიზიკურ ან კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებული პირების კომპანიების პასუხისმგებლობას და მათ შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიკაციის მუხლიც კი შეეხოთ. ჩვენი თავარი ამოცანა არის რა, რომ მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები და ამასთან ერთად გვინდა რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი თავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები, რომელიც წარუდგინა ქვეს სექტორში ჩართულ კომპანიებს, მათ მხრიდან არსებითად დაიმსახურა ცვლილებება მოწონება და ასევე გამოთქვით სრული ემსაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ უნდა მივახციოთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას და სათანადო ფასებს. რა იცვლება ბიზნესისთვის მთავრობის შეთავაზებით და დააზღვევს თუ არა ეს ინიციატივა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარვეზებს და ვადების დარღვევას, რა გამოწვევების წინაშე არიან ინფრასტრუქტურის მშენებლები. დღეს სტუმართან სამშენებლო კომპანია ინსის დირექტორ ზვიად თოიძესთან ვისაუბრებთ 15 საათსა და 30 წუთზე. რატომ ჩაერთო ბიზნესი ქვესადგურების მშენებლობის თანადაფინანსებაში? ბიზნესი ამბობს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად 6 კერძო კომპანიის მიერ ურბნისის ქვესადგურის მშენებლობაში ჩართვა პროექტის გაჭიანურებას უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი პროექტი იყო დაწყებული ბიზნესის მხრიდან და მათი განხორციელება სხვადასხვა ეტაპზე იყო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ქვესადგურის პროექტის განხორციელება. განმარტავს BMG-სთან საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი და მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა გახდეს ტიპური პრაქტიკა. პროექტის სწრაფად განხორციელების საჭიროებას უკავშირებს ამგვარ კოლაბორაციას ბემონის მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავაც. იმის გამო, რომ სახელმწიფოს ელექტროსისტემას აქვს ფინანსურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, დეველოპერებმა და სახელმწიფო ელექტროსისტემამ მიაღწიეს შეთანხმებას, იმიტომ დეველოპერებს სჭირდებათ ქვესადგური თავის ელექტროენერგია გაიტანონ, სახელმწიფო ელექტროსისტემას ფიზიკურად ამ ეტაპზე წარმოიდგინეთ მსგავსი პროექტები ან პრობლემური პროექტები ბევრია ელექტროსისტემაში და ის ბიუჯეტი, ის თანხები, რაც გააჩნია, არ ყოფნის და ამიტომ მოხდა ერთგვარი კოლაბორაცია, რაც წარმატებით სხვადასხვა პროექტზე განხორციელდა, სადაც თქვა ინვესტორმა, დეველოპერმა, მშენებელმა რაღაცაში უკან დაიხია, იმიტომ რომ საერთო საქმე წინ წავიდეს. ინვესტორები ამ შემთხვევაში ის დეველოპერი კომპანიები, რომლისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად ამ სადგურის მშენებლობა, შეისყიდიან შეთანხმებულ დანადგარებს და უკვე სახელმწიფო ელექტროსისტემა გააკეთებს ამის, ასე ვთქვათ, ინსტალაციას. რატომ არ აქვს სახელმწიფო ელექტროსისტემას პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსი და შეიძლება თუ არა საჯარო კერძო პარტნიორობის ეს მოდელი სხვა ინიციატივებზეც გავრცელდეს? ნუცა შუბაშვილი მუშაობს ამ თემაზე და შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში გაგვაცნობს. მარტის რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ აპრილში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები შემცირდა. რეკორჯის მონაცემებით გასულ თვეში თბილისში 3603 ტრანზაქცია აღირიცხა, წლიურად გარიგებები თითქმის 13%-ით არის მაინც გაზრდილი. მთლიანობაში ბაზრის ზომამ $310 მილიონ გადააჭარბა. გასული წლის მარტში არსებული 242 მილიონის შემდეგ. თვიურად ტრანზაქციების შემცირების მიუხედავად გაიზარდა 1 კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი, რამაც $1175 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეკორჯის მონაცემებით წელს 4 თვეში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე $1,179 მილიონი გარიგებები შედგა. სულ 14153 უძრავ ქონებაზე შედგა ეს გარიგებები.
2026 წლის პირველ კვარტალში ტელი და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 64%-ით გაიზარდა და 27 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73%-ით არის გაზრდილი და 25 მილიონ 600,000 ლარს გაუტოლდა. ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი 87% არის პირდაპირი რეკლამა, 7.6% პროდუქციის განთავსებას, ხოლო 4.9% სპონსორობა მიღებულ შემოსავლებს უკავშირდება. შემოსავლის 0.3% და 0.1% კი განცხადებებისა და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული. მხოლოდ რადიო მაუწყებლების შემთხვევაში კი 2026 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15%-ით შემცირდა და 1.400,000 ლარი შეადგინა, საიდანაც 90% არის პირდაპირი რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, 9.1% სპონსორობიდან, 0.6% კი განცხადებებიდან. შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში ბრუნდებით 13 საათსა და 40 წუთზე დაგველოდეთ.